პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რეჟიმის ტყვეების ახლობლები და გულშემატკივრები მათ მხარდასაჭერად დილიდან შეიკრიბნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ახალგაზრდებს, ვისაც რეპრესიული რეჟიმის სამშობლოს დაცვის გამო რამდენიმე წლიანი პატიმრობით ემუქრება. რა მოლოდინი აქვთ დაკავებულების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, დავით კობიძე გვერდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. თუ გუშინ აქ შეკრებილ ადამიანებს ჰქონდათ მცირე მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა მოსამართლეს მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება, დღეს უკვე გუშინ ქეთევან ჯაჭვაძის მიერ მიღებული კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ეს მოლოდინი მოქალაქეებში არის გამქრალი და ყველა დარწმუნებულია დღეს უკვე იმაში, რომ სასამართლო სრულად არის დამორჩილებული ოლიგარქის ხელისუფლებას, ამიტომ დღესაც იგივე გადაწყვეტილება იქნება აქ შეკრებილი მოქალაქეების აზრით მიღებული, რაც სურს ხელისუფლებას. და ფაქტია, რომ ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ დააშინოს და რეპრესირება მოახდინოს იმ აქტიური ადამიანების, რომლებიც უკვე 45 დღეა დღეს აპროტესტებენ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, ითხოვენ ახალ არჩევნებს, ითხოვენ პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას. აქ გუშინდელის მსგავსად დღესაც შეკრებილი არიან მოქალაქეები იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადონ სინდისის პატიმრებს. ნაწილი მათგანი იმყოფება შენობის შიგნით, რადგან როგორც იცის ჩვენმა მაყურებელმა იყო მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას, შეეცვლებოდა დარბაზი, უფრო დიდ დარბაზში ჩატარდებოდა სხდომა და ბევრ დანარჩენ ადამიანებსაც შეეძლებოდა სხდომაზე დასწრება, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ბუნებრივია, რომ არის ძალიან მაღალი, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა, ამიტომ ნაწილი მათგანი ახლა უკვე ეზოში იმყოფება საქალაქო სასამართლოს. უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეს აქ მოვიდა ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა, რომელიც გუშინ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა, ვერ იმყოფებოდა უბრალოდ საკუთარი შვილის სასამართლო პროცესზე, თუმცა დღეს აქ მოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი სოლიდარობა გამოხატოს რეჟიმის ტყვე ახალგაზრდების მიმართ და მხარდაჭერა გამოუცხადოს მის დედებს, მშობლებს, რომლებიც დღეს აქ სასამართლო პროცესზე ესწრებიან საკუთარი შვილის პროცესს. რაც შეეხება მოლოდინებს, თუ როგორ გააპირებენ გაგრძელებას, ბრძოლას, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ერთადერთი რაც მიაღწია ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებით, ეს არის კიდევ უფრო ბევრად და მეტად გააბრაზებული ადამიანი და პროტესტის ბევრად უფრო დიდი მასშტაბები. დაწერილი აქვთ სცენარი და იმ სცენარით მოქმედებენ. ესენი ახალს არაფერს არ იტყვიან. მე მოლოდინი მქონდა, რომ გუშინ ამ ბიჭებს გამოუშვებდნენ გარეთ და მე ჩემი შვილის გამოშვების იმედიც მქონდა, მაგრამ გუშინ 11 ისევ გაუშვეს პატიმრობაში, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მშვიდად ვარ, იმიტომ რომ არ ველოდები გამოშვებას. ემოციებით შევხვდები მხოლოდ იმას, რომ ერთ დღესაც მივადგებით ყველა მოსამართლეს კარებთან და მათ შვილებს გავაგებინებთ, როგორი მშობლები ვიყავთ საერთოდ. ეს არის, ეს ჯერ განმარტება. ეს არ არის სასამართლო. ეს არ არის სასამართლო შენობები. ეს არის უბედურება. სრულიად უდანაშაულო ბიჭები. ეს არ არიან დაპატიმრებულები, ეს არიან ტყვეები. სრულიად უდანაშაულო. ხა რა მოვიდნენ და ვიღაცა ესეც აიყვანა. სრულიად უდანაშაულო. თავში რთმევა და თირკმელებში ეგეც კი რუსული მეთოდია. ესეც კი რუსული ტიტუშკებიან და ყველაფრიანად. ჩვენ ფაქტობრივად რუსეთს ვეუბნებით ახლა. რუსი მართავს. ამათი ხელით. ომის გარეშე დაუწმის ქვეყანა, არ დავაცნობინეთ, არ არსებობს. იგივე მოლოდინი მაქვს ბიზნევანიშვილის ჭიბის სასამართლოსგან, რაც გუშინ უსამართლო დაჭერილი ტყვეები ისევ გაუშვეს დატოვის პატიმრობაში, რაც მოსალოდნელი იყო ჩემი აზრით. დღესაც იგივე ეს მოლოდინი გვაქვს, უბრალოდ შევიკრიბეთ, რომ ტყვეებმა ჩვენი თანადგომა იგრძნონ და გავამხნევოთ და უთხრათ, რომ აუცილებლად მალე გათავისუფლებიან. რეჟიმი არაპირებს უკან დახევას და ცდილობს, რომ ეგრეთ წოდებულ თავის მომხრეებს დაანახოს თავისი ძალა. თუმცა ეს უფრო მათი სისუსტე არის. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას ისე განვახორციელოთ,
საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ ვაღიაროთ ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა, ეს ეგრეთ წოდებული პარლამენტი, როდესაც ერთად იხილავ რამდენიმე ადამიანს ხადი ეგ წინასწარ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდება მათი ციხეში ყოფნა. მოვედით რომ ჩვენ თანამებრძოლებს იმ ხალხს რომლებსაც ჩვენთან ერთად იყვნენ და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და არ გაუმართლათ უბრალოდ და მოხდნენ უბრალოდ ესე რეპრესიების მსხვერპლი არიან, მინდა რომ გამოუცხადოთ სოლიდარობა და ავანახოთ რომ ერთად ვართ, ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს ნიშანი რომელიც გაყალბებული არჩევნების სიმბოლოდ იქცა, მინდა რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას შევახსენოთ ჩვენი მთავარი მოთხოვნა რა არის ისთვის ვიბრძვით რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ასევე პატარა პერფორმანსი გავაკეთეთ, რომელიც მგონია რომ ჩვენ მეგობრებს მოეწონებათ. მოქალაქეები განაგრძობენ საქალაქო სასამართლოს ეზოში მოსვლას. სავარაუდოა, რომ პროცესი დღესაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ ახლა აქ ყველა აქ შეკრებილი ადამიანი ელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე, თუმცა მოლოდინი ამ ადამიანებში არის ის, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არა სასამართლოს, არამედ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან.